გიორგი გახარიას გუნდი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ გახსნილ დისკუსიას არ უერთდება. შესაბამისად არც საშემოდგომო გეგმას ამხელს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საკითხი 7 თვით ადრე ქართულმა ოცნებამ გააქტიურა მიზან მიმართულად. ბიძინა ივანიშვილი ამით ფსევდორეალობას ქმნის. ჩვენ ვილაპარაკებთ მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენ ვეღარ ვისაუბრებთ გიორგი ჩიკვაიძეზე, ვეღარ ვისაუბრებთ ცეცხლაძეზე, ვეღარ ვისაუბრებთ ჩიჩინაძეზე, ვეღარ ვისაუბრებთ იმ ათობით პატიმარზე და ტყვეზე, რომელიც ბიძინას ყავს აყვანილი, ვერ ვისაუბრებთ ქალბატონზე, ამაღლობელზე, ვერ ვისაუბრებთ სახელმწიფოს დისფუნქციონირებაზე, კორუფციაზე. შეჭამს ეს თემა ამას ყველაფერს. ამიტომ ჩვენ არ შევალთ ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგში და ამ თემებზე ჩვენ არ ვისაუბრებთ. გიორგი გახარიას გუნდი ერთადერთი არ არის, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მსჯელობას უადგილოდ მიიჩნევს. მაგალითად, ძლიერ საქართველოში ამბობენ, რომ მონაწილეობის ან არ მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მათ პარტიულ პრიორიტეტებსა და დღის წესრიგში ჯერ არ არის. ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა 7 თვით ადრე არის ბიძინას და ოცნების გეგმა. გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი პრიორიტეტი. ქუჩაში 110 დღეზე მეტია ადამიანები არიან გამოსული და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, მოძალადეების დასჯას და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. ჩვენ ვართ ხალხთან ერთად სტრატეგია აღმაშენებელი. ეს დევს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მაგიდაზე და სხვა საკითხებს არ განვიხილავთ. რამდენიც არ უნდა დამისვათ კითხვა, ჩემი პასუხი იქნება ვართ ხალხთან ერთად და ხალხის მოთხოვნებს ვეცდებით. 7 თვით ადრე მკაფიოა კოალიცია ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებები. ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ არჩევნებში ისინი მონაწილეობას გამორიცხავენ. მაშინ როცა ქვეყანას არაღიარებული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ჰყავს. ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი გაურკვეველია. პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებიან და საარჩევნო ადმინისტრაცია ოლიგარქის პარტიას ემორჩილება. ამბობენ, რომ გადასაწყვეტიც აღარაფერია. ახლა ამ ვითარებაში, როდესაც კრიზისი დაძლეული არ არის და პირიქით კიდევ უფრო ღრმავდება არსებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, ისვე განაცხადა მათ შორის ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა და მათ განაცხადეს პირდაპირ საკუთარ განცხადებაში თქვეს, რომ ამ ვითარებაში შესაძლებელია ადგილობრივ არჩევნებზე გასვლამ ეს კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავოს, ამიტომ არ მიიჩნევენ მიზანშეწონილად მანამ სანამ არ დაიწყება რეფორმები და არსებითი ნაბიჯების გადადგმა ამ არჩევნების ჩატარებას. მეტიც იმედი აქვთ პროდასავლური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთიან დოკუმენტურ პირობას დადებს. საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელმაც პროტესტის რეჟიმში მყოფი პროდასავლური ოპოზიციის გეგმები და პირობები უნდა მოიცვას. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კონკრეტული ჩანაწერი, რომ აი ამ ფორმაციაში, სადაც ცესკო უცვლელია, სადაც საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარიჟრაჟიც კი არა აქვს დღეს ქართული ოცნების ამომრჩევს წარმოდგენილიც კი, უბრალოდ შეუძლებელი რომ არის ამ სტატუს კვოში ამ თამაში შეყოლა. ამ საკითხზე საუბარი რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ არის ქართული ოცნების შემოგდებული თემა, შესაძლოა ესეც იყოს, მაგრამ რაღაც მკაფიობას გულისხმობს, რომ დღევანდელ სტატუს კვოში, დღეს საღამოს, როგორი საქართველოც არის, ასეთ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, ეს წარმოუდგენელი მგონია. ჯერ უცნობია, როდის გახდება საჯარო მეხუთე პრეზიდენტის მიერ დაანონსებული დეკლარაცია, სადაც ახალ საპარლამენტო არჩევნებთან მისი მიღწევის და სამართლიან გარემოში ჩატარების გზებთან, ასევე პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული პირობები და გეგმები ჩაიწერება. შესაძლოა დოკუმენტში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ჩანაწერიც გაჩნდეს და სწორედ ამ ჩანაწერმა გადაწყვიტოს, ვინ გაიზიარებს მას. უნდა იყოს ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, ანუ ახალი CSKO, ახალი საარჩევნო პროცედურები, რომელიც ազღობს რისკებს ამ ახალი ტექნოლოგიების პირობებში, ისე რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ დაჭირდეს, რომ პარტიას პირველ რიგში ქართულ ოცნებას ეხება ეს, რა თქმა უნდა, არ კონდეს დომინანტური პოზიცია გადაწყვეტილებების დროს, რომ საარჩევნო დავები უნდა იყოს სამართლიანად გადაწყვეტილი და ემიგრაციას კონდეს გარანტირებული ხმის მიცემის უფლება. ეს არის ძირითადი პრინციპები, რა პირობებშიც უნდა მოხდეს საარჩევნების ჩატარება. სხვაგვარად უბრალოდ აზრი არ ექნება არანაირ არჩევნებს, მით უფრო არ განიხილება ცალკე ადგილობრივი არჩევნების თემა. აქ საერთოდ არ შეიძლება ამის დაშვება.
მუნიციპალურ არჩევნებზე დისკუსია პროდასალურ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულმა შეხვედრამ გააქტიურა. მთავარი თხოვნა, რაც პოლიტიკოსებმა მიიღეს, ტყვედ-აყვანილი სინდისის პატიმრების თავისუფლებით ვაჭრობის დაუშვებლობა. ფიქრობენ ბიძინა ივანიშვილი უახლეს მომავალში ამ პროცესს დაიწყებს.